გისმენ? ხო, მე ვარ. მართლა? ძალიან გამეხარდა. როდის დავიწყებ? რა თქმა უნდა, ხვალვე. კარგი, დიდი მადლობა. დროებით. დედა, როია. სამსახურში მოეწყე? რა თქმა უნდა. ოჩახ, ჩემი ჭკვიანი გოგო. დედა. ჩემი ჭკვიანი და ლამაზი გოგო. როგორ ჩაიარა? ყველაფერი ისე იყო, როგორც ველოდი. მომიყევი. როცა უთხარი მამამ მიგვატოვა, მეთქი ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა. ჩემი ჭკვიანი გოგო, ვიცოდი. ახლა ოზან კორფალის ასისტენტი ვარ. მაგრამ მალე მისთვის ყველაფერი გავხდები. მანამდე ერთი ადამიანი უნდა ჩამოვიშორო გზიდან. დედა! ატლას საყვარელო. არ გამოხვიდე. მე შემოვალ შენს ოთახში, გაიღვიძე? ოზან, გაიღვიძე. ადექი. რატომ არ ხდება? არას ნიშნავს, რატომ ატლასმა გაიღვიძა. ადრე გაიღვიძა. რატომ? მე რა ვიცი რატომ. მოვდივარ, დედიკო. მიდი. სწრაფად მიდი და დაწექი. დედიკო, დილამშვიდობისა. ჩემმა ლამაზმა ბიჭმა გაიღვიძა. მოდი ჩემთან. დილამშვიდობისა. პარტნიორთან წავიდეთ? წავიდეთ, სათვალე გაიკეთე და წავიდეთ. მოდი. წამოდი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის შვილო. დილამშვიდობისა, პარტნიორო. ერთი წუთით. დედამ. რა აქვს? რა გამოჩენე? მოეცადე. ერთი წუთით. ეს რა არის? მე საუზმეს მომამზადებ, გელოდებით, მალე ჩამოდით. აი, ჩემი საუზმე. დილამშვიდობისა, დედა, დილამშვიდობისა. არ ამდგარ ხარ? ადექი. რა მოხდა? როია, სულ ეს ხარ? ბებია შენის ტანსაცმელიც გვაქვს. ხომ არ გამოგიტანო? გოგო, ასე აპირებ ამ კაცისთვის თავის მოწონებას. ტურში მაინც წაისვი. დედიკო, ისეთი კაცი არ არის, როგორიც წარმოგიდგენია. სისულელე. ყველა კაცი ერთნაირია. ერთი მეორესგან არ განსხვავდება. ცუდები. ოზანი არავის გავს. მისმინე, ჯერ ჩემი ნდობა უნდა გავუჩინო. მე ვაჩვენებ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ და თავს ვალდებულად იგრძნობს, რომ ჩემზე იზრუნოს. მერე კი ვერც მოასწრებს გააზრებას ერთად რომ ვიქნებით. არ მგონი ასე მარტივად შეძლო. შევძლებ. დამიჯერე, დედა, სწორ გზაზე ვარ. ოზან სიმქალს წავართმევ. ჩემი გოგო, იმედია. ოჩახ. გასაგებია. კარგი, მე რა ვილაპარაკოთ. კარგი. კოცნი, დროებით. კოცნი ძვირფასო? ვის ელაპარაკებოდი?
რა შენი საქმეა? რა ჩემი საქმეა? ოზან მესმინე მესხობს არ გვავარ. სანამ ჩემი ქმარი ხარ, ისე ვერივლი როგორც მოგინდება. რა მოხდა გალბატონო ეს რა? დისკომფორტია თქვენთვის? რა თქმა უნდა ოზან. ცოლ-ქმარი ვართ და გავიწყდა. ჩემს ნუ გავიწყდება რომ მოგლება არ გაქვს ჩემს ხორობაში ჩაერიო. ჩვენს შორის არაფერი ატლასის გარდა. ყვილად გაქვს ჩვენი ურთიერთობის აღდგენის იმედი, რადგან არასდროს არ გაპატიებ. არც კი ვფიქრობ, რომ ჩვენი ქორწინება ოდესმე ნამდვილი გახდება, მაგრამ შენ ვალდებული ხარ საქციელები აკონტროლო. თხილად იყავი. გესმის? ზედ ვარ. დედიკო, შვილო, შენი ავტობუსი მალე მოვა. წამოდი მე გაგაცილებ. დროებით სიყვარულო. დროებით საყვარელო. მოდი შვილო გაკოცო. დროებით ჩემო ერთადერთო. დროებით დედა. დროებით. შეხვედრამდე დედიკო, წავედით. მავნე. შეგერგოს ჩემო სიცოცხლე. მადლობა. როგორი საყვარელი წვილი ვართ არა? ო, ძალიან. მოდის. რა მოდის, რა საკეთებ? შვილო სულელი ხარ? დაგავიწყდა ეს ტიპი ლიფჩი რომ გამოიჭირე სხვა ქალთან. ახლა ზიხარ და შენი ხელით აჭმევ? შენ რა გაგიჟდი? დედა ზუმრუდ, ძველ ჭრილობებს რატომ აახლებ? ვის უკეთებს იგეთეს? საკუთარ თავს. ო, რა თქმა უნდა, ჩემი უდანაშაულობა ხომ დავამტკიცე. გაიამ ყველაფერი არასწორად გაიგო. ერენს დაავიწყდა თავისი სახელის მიწერა და სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. სულ ეს არის. კიდევ გინდა? ნუ გარიხსენებ ამ ამბავს, ჭამე და გაჩუმდი, ჩუმად. ჩემო ყვავილო, ეს საკითხი ხომ დახურულია უკვე. დახურულია, მაგრამ მოთმინება აღარ დამრჩა. იცოდე თუ კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებ, გარეთ გაგაგდებ. გესმის? აი ასე. მორჩა, მაგრამ ახლა კარგად ვართ. პრობლემა არ გვაქვს. ჭამე. გეყოფ არა საკეთებთ. ცუდად ხვდები, მადამ ეკარგება. ვერ ვიტან ასეთ რაღაცებს. ნერვებზე რატომ მოქმედებთ? ისედაც უბედური ვარ. ერთენებმა ალყა შემომარტყეს. ეს რას ხომ მივეცი უფლება ჩემი შვილი წაეყვანა. ახლა თქვენ. Tabii demenebet. Esra'ya kaptırdım. Ya sinir hastası ettiniz resmen beni ya. Lanet gelsin. კიდე მოჭამე. ვერ ვიტან ასეთ რაღაცებს მეთქი. რა საკეთებ? რა ჩაუდე პირში? თხილი, ხო და გეყოფა პატივი მეცით. ანუ ვეღარ მოჭმა? ჩემო სიცოცხლეო, აი ეს შენ. მადლობა ჩემო იალჩინ. მავნეებო, ღარიბებო, თავხედებო. ან ესრა წაიყვანეთ, ან ეკრემი. რომელიმე წაიყვანეთ. ეკო თუ ესრა, ორივეს ვერავიდან. ესრა ბედნიერია. მადლობა ღმერთს ეკოც მოვიშორეთ თავიდან. ღმერთმა დაგლოცოს. 7 გაზაფხული გვაქვს შენი წყალობით ზუმრუთ. ნამდვილად ჩემო სიცოცხლეო, ნამდვილად. აღარ შემიძლია ყველგან სიმშვიდე და სიყვარულია. ვეღარ ვიტან. ასეთ რაღაცებს ვერ ვიტან. ხომ გეუბნებოდით ვინმეს გაგირიგებთ, მაგრამ დაიჩემე არ მინდაო. დიახ, არ მჭირდება. ვერ ვიტან ასეთ რაღაცებს. თქვენ დამაცადეთ. თუ გაზაფხული ზამთრად არ გადაგიქციოთ. ზუმრუთ კორფალი არ ვიყო. ვერაფერს იზამ. ვერ დაგვინგრებ ცხოვრებას. წადი და სხვაგან იტირე. ნახოთ, საღამოს დაელოდე. შენ სულვაშა. არ დაველოდები. ხასიათს არ გავიფუჭებ. შეეშვი წავიდეს. დიახ. გალბატონო მელიჰა, როგორ ხართ? წამოხვედით? რა კარგია. მენექშეც ძალიან გაუხარდება ჩვენი სიურპრიზი. მენექშე თვეებია გახსენებთ. ჩემი დედამთილი, როგორ მიყვარს, როგორ მომენატრა. გაგიჟდება რომ დაგინახავთ. კარგი დროებით, გოცნით. მეც მომენატრე ჩემოელა. ძალიან მომენატრე. შეუძლებას ავიღებ და აუცილებლად ჩამოვალ. პირდები, მაგრამ ახლა მართლა ბევრი საქმე მაქვს. უნდა წავიდე. გაკოცე, კარგი? მეც. კარგი, მიდი.
ბატონო ოზან, მოხვედით? ჯერ არ მომზადებულ ვარ. მეტი რა უნდა გააკეთო? ჩემს მაგიდაზე ასეთი წესრიგი არ ყოფილა. ეს რა არის? თქვენი დღევანდელი შეხვედრების საკაღალდეებია. ყველაფერი დავახარისხე. ოითალ ფურცელზე შეხვედრის დრო და სტუმრების სია დავწერე. უკაცრავად. ეს შავი ფილტრიანი ყავა თქვენი საყვარელი კაფედან. შოკოლადიც მოგიტანეთ. არ მოგატყუებდა არც ველოდი, რომ ასეთი მომზადებული და ორგანიზებული იქნებოდი. დიდი მადლობა. არ მინდა ინანოთ, რომ სამსახურში ამიყვანეთ. არ მგონია ვინანო. სადილის მერე თქვენს ტანსაცმელს გამოვიდან ქიმწმენდიდან და სახლში მივიდან. კარგი, გასაღებს მუსა მოგცემს. კარგი. იოლი სამუშაო ბატონო ოზან. დილამშვიდობისა. რძალმა იცის ამ ახალ ასისტენტზე. არა, რატომ უნდა იცოდეს? რას ნიშნავს, რატომ ლამაზი გოგოა? შეიძლება არ მოეწონოს. ყურადღება არ მიმიქცევია მუსა. მოიცადე ეს რძალის თემა საიდან მოიტანე? რას ნიშნავს საიდან? ოფიციალური ცოლქმარი არ ხართ, გამოდის რომ ის ჩემი რძალია. არ არის მუსა და არასდროს იქნება. ამ ქორწინებაზე იმიტომ დავთანხმდი, რომ ჩემს შვილთან ახლოს ვიყო. ისევ პარტნიორს მეძახის და არა მამას გავგიჟდები. მოითმინე ძმაო. ყველაფერს გავაკეთებ რა შემიძლია მუსა, მაგრამ არ ვიცი ჩემს შვილს უყურ არ და მამად მთulis თუ არა. იქნებ ისების კაციანატრება არც კი ვიცი. ძმაო, ატლას ძალიან უყვარხარ. ცოტა მოითმინე, დრო უნდა მესცე ბავშვს. სხვა გზა არც მაქვს. მაგრამ ეს რაზე ისევ გაბრაზებული ვარ და თან ძალიან. რამდენიმე თვე გავიდა და ისევ გაბრაზებულია ჩემზე. არც კი წვენია ისე მეუბნება ჩემს საქმეში ნუერებიო, წარმოგიდგენია? ვნახოთ როგორ არჩევერევი, თუ რამეს გააკეთებს. მე მაგას ვასწავლი ჯგუას. მეგობარო, ნუ გეშინია. ჩვენ ხომ ოზანზე ვლაპარაკობთ. უცებ გაბრაზდება და მშვიდდება. კლასიკური ოზანია. ზეინო, არ გესმის რას გეუბნები? იცი რაზე ვიჩხუბეთ? ტელეფონზე ლაპარაკობდა და კოცნიო, ვის კოცნი? რატომ კოცნი? როგორ შეიძლება ასე? ეს რა მისმინე? შენ და ოზანი დაქორწინდით. ერთად ცხოვრობთ. როგორ ფიქრობ, გრძნობები ხომ არ გაგიახლდა? უბრალოდ გეკითხები, მაინტერესებს. იცი უკაცრიელ კონსოლზე რომ აღმოჩნდეთ. ეს რა უკანასკნელი ქალი რომ იყოს დედამიწაზე, ზედას არ შევხედავ. არა მუსა, ვერბიდან. ძმო, ამას ასე ნუ ამბობ. საერთო წარსული გაქვს. ბოლოს და ბოლოს ოზანი და ეს რა ხართ. ზეინო, ოზანი და ეს რა აღარ არსებობს, დასრულდა. ჩვენს როლებს ვასრულებთ, რადგან ჩემი შვილი ბედნიერი იყოს. ოზანის მიმართ გრძნობა არ მაქვს, რა სისულელეს ამბობ. კარგი ეს რა, რადგან ასე ამბობ, ანუ ასეა. უბრალოდ არ მინდა რომ გული გეტკინოს. არა ზეინო, არ მეტკინება. უკვე ვეღარაფერი გამაოცებს. მოიცადე, ვიღაც მოვიდა, მერე ვილაპარაკოთ. კალბატონო ეს რა, დილამშვიდობის. ბატონო ოზანს ყავა მივუტანე და თქვენც წამოგიღეთ. მადლობა. უკაცრავად. ისე შემოვიჭერი, არ გაგეცანით. მე რუია ვარ. ბატონი ოზანის ახალი ასისტენტი. რუია, კეთილი იყო შენი მობრძანება, გილოცავ. იმ დღეს შევხვდით არა ერთმანეთს დერეფანში. დიახ. კარგი. მადლობა ყავისთვის, ძალიან თავაზიანი ხარ. მადლობა, შეგერგოთ ქალბატონო ეს რა. რუია. გისმენთ ქალბატონო ეს რა. იმ დღეს სახელით მომმართე, მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობდით. თუ არასწორად მახსოვს. გამომიჭირეთ არა? კარგი, ვაღიარებ. სანამ აქ მოვიდოდი, პატარა გამოძიება ჩავატარე. რადგან მართლა ძალიან მჭირდებოდა ეს სამსახური. ბატონო ოზანზე რაღაცები გავიგე გაზეთებიდან. თქვენც იქიდან გიცნობთ და თქვენ სტილზე ვგიჟდები. მართალია ცოტა გავაზვიადე თქვენზეც რომ გავიგე რაღაცეები, მაგრამ გასაგებია. მადლობა კომპლიმენტისთვის და ყავისთვის. დილიდან განწყობა გამომიკეთე. შეგერგოთ.
დღეს ჩარიცხვის დღეა მუსა. რა ხდება ჩარიცხეს? დილიდან ნორმალ ჯერ დავრეკე, მაგრამ არაფერია. კიდევ დავრეკავ. დარეკე. დეფნა გამარჯობა. რამე არის იმ ჩარიცხვაზე? დღეს რომ ველოდებით. როგორ? როდის? გასაგებია. კარგი მადლობა. რა ხდება? იმ კომპანიამ, რომლისგანაც ჩარიცხვას ველოდებოდით, გააუქმა. რა? რას ნიშნავს გააუქმეს? რამდენი თვეა უკვე ველოდებით? ვერ გავიგე, ამ წუთამდე არაფერი ვიცოდი. ორი კვირით ადრე მაინც ხომ უნდა გვცოდნოდა ამის შესახებ. ეს რა უპასუხისმგებლობაა? ხელფასებით დასარიგებელია. ძმაო, რა ვქნათ? რა თქმა უნდა დაურიგებთ. კრედიტს ავიღებთ. დამას როგორ მოაგვარებ? ჩინარის და ჩაღლას აქციებისთვის გამოიყენებ ტელეფონი. უამრავი პასუხისმგებლობა გვაქვს. ვიცი, მუსა, ვიცი. რამეს მოვიფიქრებ? ინვესტორს ხვალ ვხვდები. ხო, ძმაო, მაგრამ უნდა დავაჩქაროთ. თორემ ვგრძნობ, რომ კარგი არაფერი მოხდება. მივხედავ, მუსა. ქალბატონო პენა, გავდივარ. ბატონი ოზანის ნივთები უნდა მივიტანო სახლში. ჯერ კი მწმენდაში წავალ და მერე მასთან. არამე დავალება ხომ არ გაქვთ ჩემთვის. არა, თუ რამე იქნება დაგირეკავ. კარგი. რაღაც მინდოდა მეკითხა. თანამშრომლებსაც შეუძლიათ ხვალინდელ ღონისძიებაზე მოსვლა? არა, მხოლოდ ხელმძღვანელობა და რამდენიმე სპეციალური სტუმარი. მეც ვიქნები. ორგანიზაციის საკითხებს ხელმძღვანელობ. ძალიან გაგიმართლათ. მეც დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი. ახლა შეუძლებელია, მაგრამ ეს უკანასკნელი ღონისძიება არ არის. კიდევ გვექნება. მაშინ კარგი. მე წავალ. ხვალამდე. ხვალამდე. არაფრის მომცემი სტატისტიკაა. ვერაფერი გავიგე, ბაიკერო. ამ სტატისტიკის ვერაფერი გავიგე, საჩემო არ არის. მიხედა თუ შეგიძლია. მე არ მცალია საქმე მაქვს. ნაწყენი ხარ? შენი სახელი უნდა მიგეწერა. ეს ვერ გააგეთე და მე მიბრაზდები, ძმაო. ამიტომ ვარ შერცხვანილი. გაიას თვალებში ვერ ვაყურებ, ძალიან ხო. შენ საქმეს მიხედე. შენ თვითონ მოაგვარე. კიდე მე უნდა გითხრა ბატონო ერენ. კინაღა მოჯახინ დამენგრა თქვენს გამო. ღომერთო ჩემო. იასემინ. ეკოზე ჩავიციკლე. შეიძლება მისი ტიპაჟი არ ხარ? მე? კარგი. შემომხედე ჯერ მე და მერე ეკოს. შენი აზრით ეს შესაძლებელია? მე შემიძლია უარი ვუთხრა, მაგრამ მას ამის უფლება არ აქვს. ასე თუ შევხედავთ, სხვანაირად ჩანს გაია. კარგი. ვიცი რასაც უზამ. ვაჩვენებ რას ნიშნავს ჩემზე უარის თქმა. თან ცოტა გავერთობი. რას აპირებ, მეც მითხარი. მაინტერესებს. სიურპრიზია. აი ეს მესმის. არის აკვინმე. რა ლამაზი სახლია.
ეს მისი ოთახი ვერ იქნება. აქ მხოლოდ ეს რას ტანსაცმელია. ანუ, სხვადასხვა ოთახებში ძინავთ. რა კარგია. ყველაფერი იმაზე მარტივი იქნება, ვიდრე წარმომედგინა. რა ლამაზი კაბებია. როია? აქ რას აკეთებ? მე, ქალბატონო ესრა, დიდი ბოდიში. ქალბატონო ესრა, ბატონი ოზანის პიჯაკები მოვიტანე და უნდა დამეკიდა, მაგრამ ეს ლამაზი კაბები რომ დავინახე, თავი ვერ შევიკავე. კარგი, დამშვიდი, ნოტირი. როია დამშვიდი, არა უშავს. გავიგე. არა, ახლავე დავწევ სამსახურიდან წასვლის განცხადებას. ვერც კი ვხვდები ეს შეცდომა როგორ დავუშვი. უბრალოდ ასეთი ლამაზი კაბები არასდროს მინახავს და როია დამშვიდი, მშვიდად. მერე რა მოხდა? უბრალოდ დაგაინტერესა და ნახე, ქალები ვართ. ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე, არა უშავს. სუდი განზრახვა არ მქონია. უბრალოდ ვათვალიერებდი. როია, გავიგე. გთხოვ დამშვიდი. მეც გამპარვია თვალი სხვა ქალების კაბებისკენ. ხდება ხოლმე. არა უშავს, არ იდარდო. მისმინე, ცუდად არ გამიგო, მაგრამ მაქვს რაღაც ტანსაცმელი, რასაც აღარ ვიყენებ. გინდა დაათვალიერო. შეგიძლია სამსახურში ჩაიცვა, ან განსაკუთრებულ საღამოებზე. მართლა ქალბატონო ესრა. რა თქმა უნდა, გინდა? არც კი ვიცი რა ვთქვა. მოდი. ნახე, ამ სვიტრებს აღარ ვიცმევ, რომელიც მოგწონს შეგიძლია წაიღო. რა სიტყვი? არ ვიცი. როგორც საჭიროდ ჩათვლით. ახლა ისე აღარ ცივა, მაგრამ გამოგადგება. როცა კომპანიაში მოვედი, შეხვედრა დაინიშნა მეორე დღესვე და მეგონა რამეს მკითხავდნენ. მაგრამ როცა შევედი, უბრალოდ ყავა მთხოვეს და გამომიშვეს. რა თქმა უნდა, სანამ მიუტანე ყავა, გაცივდა. ბატონი ოზანი არ გაბრაზდა? მკაცრ ადამიანს გავს. რა თქმა უნდა გაბრაზდა. როცა ცივი ყავა დაინახა, კიდევ ერთხელ გამგზავნა. მაგრამ არ იდარდო, შენ ცუდად არ მოგექცევა. მაშინ მისი პრობლემა მე ვიყავი. ანუ ძალიან უყვარხართ. ხო, რა თქმა უნდა. მოვედით. კეთილი იყოს.
დედა, დედიკო, ძალიან მომენატრე. გამარჯობა ბატონო ოზან. როია? ხო, ლაბარაკობდით და შემორჩა ჩვენთან. მართლა, ძალიან კარგი. მოდი ქორთუქს გაგხდი. გამარჯობა. შეიძლება ვიმეგობროთ, მე როია ვარ. სიზმარს ნიშნავს არა? ხო, ოზან რას აკეთებ, რატომ ჭამს სტაფილოს? მომინდა. მეც მინდა. გამომართვი? ხედავ? რა მოხდა უბრალოდ სტაფილო გვინდა? არანაირი სტაფილო აღარ იქნება სალატში და ნახავთ. არა უშავს. შეუგვეთავთ და მოიტანენ. მე წავალ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ქალბატონო ესრა. არაფრის როია, დროებით. ნახვამდის. კარგად. კარგი. მოდი აბა დავიწყოთ. ჯერ ხელები უნდა დავიბანოთ, რატომ? იმიტომ რომ ქუჩიდან მოვედით. მართალია წამოდი ბატონო ატლას ხელები დავიბანოთ. მამიკო ქურთუკი არ დაგჭეთ. წავიდეთ აბა, ხელები დავიბანოთ. Nerede kaldı ya? Anne, დედა, sen sabah რას აკეთებ დილა ადრიან პანჯარასთან? რას უყურებ? Zaferime. ჩემს გამარჯვებას. რა? Aha geldi. მოვიდა. Kim? ვინ? როგორც იქნა მოვიდა. Kim ya? ვინ მოვიდა დედა? მენექშე სახსასრული. Anne ya. დედა, Aman ამას ვის ვხედავ? ვინ ჩამოსულა ჩვენს რაიონში? მოდი, კეთილი იყოს. ღმერთმა დაგლოცოს. Bu ne din? რა ლამაზი ხარ? რა კარგად გამოიყურები. Bu ne güzel. გამიხარდა რომ ჩამოხვედი. Hoş geldin. Başım. ჩემოდანი აიღე შვილო. Tamam alırım güzel. Ücretini გადაუხადე მძღოლს. გადაუხადო? Ücretini mi? Ha. Hadi gidelim. მიდი. Gidelim hadi. რამდენი? 100. Neydi? 100? Ha. გამომართვი. Maşallah. თვალი არ გეცეს. რამ ხელა ჩემოდანია ვალიდე. Valizde kalır. ანუ რჩები? Ey artık. რა თქმა უნდა, ეს ხომ ჩემი შვილის სახლია. Milletin ხო, ağzına laf mı 2-3 დღე არ დარჩე. ხალხი რა სიტყვის? უფრო დიდხანს დარჩი. ვერ ვიჯერებ რომ 107-დად ვართ. იალჩინ, საყვარელო? შეხედე. სიურპრიზი. დედა. შვილო, ჩემო სულო, ჩემო სიცოცხლე. როგორ ხარ იალჩინ? კეთილი იყოს დედა. ხელზე აკოცე დედას. კეთილი იყოს. რატომ არ გაგვაფრთხილეთ? არ ვიცი და მოვიწყდა. მობრძანდით. Ne kadar ay. რამძიმე ჩემოდანია. Ne oldu? რა გჭირს? Yere koy. ძირს არ დადოთ. აქ ყველგან სიბინძურია. დაისურება. აბა სად დავდო? Kara kış. Çevirdin mi kışı? შენ დაურეკე არა? რა თქმა უნდა, სხვა ვინ დაურეკავდა. ამას რატომ აკეთებ? გაჩუმდი, წადი და დედას ჩაეხუტე. მიდი, წადი. მიდი, მოკლავ. მიდი დედასთან. თმებით გითხრემ. წადი უხერხულია, მიდი მოემსახურე. Yemeğini şey. ეს რატომ გააკეთე? მიდი დედიკო, პირი გააღე. At ağzına. Aferin. ოჩახ, Yok köfte. დიდი ბიჭი გაიზრდები. ჩემო სიცოცხლე. დედა, დავამთავრე. მაჩვენე? ორცი შეჭამე, ბოსტნაული შეჭამე, შეგირგოს. დედა, გისმენ საყვარელო? თამაში
თამაში მინდა. Tamam anneciğim. კარგი დედიკო ითამაშე, მაგრამ ჯერ ხელები დაიბანე, კარგი? კარგი. მიდი და მეც მალე მოვარჩილო. Sen yemin ვახშამი დასრულდა. ასაკეთებ არ მეჭამია. ne yapıyorsun? არას ნიშნავს, რას ვაკეთებ, ლეილასთან ერთად ჭამე. დილას რომ ელაპარაკებოდი. იცავ იგივე დაიწყე არა. Ben yerim onunla yemek. კარგი ვიბახშმებთ. შენ არი დარდო. ეს რა? ყველაფერს ვხვდები. O senin bir არამდენ კალსაც გინდა შეხვდი, თუ გინდა 1000 კალთან ერთად ივახშმე. მე მაინც ვერ დამივიწყებ. de beni unutamayacaksın. Sen gerçekten იცავ იგივე სამბობ. bak ya. გეყופה ეს რა. მე რეგული გეტკენება. Ozan ოზან, biliyorsun. ხომ იცი რომ ატლასი აქ აღარ არის? ნუ მიახლოვდები. გეყופה. Asıl უთი წუთი რომ გეყო, მაშინ ვადადნები. dakika sürer o bütün yelkenlerini indirmem. Hadi ya. მართლა? Görürüz. ვნახოთ. Hadi bakalım. ვნახოთ. შეგერგოს დედიკო, როგორია მოგწონთ? რა უნდა მომეწონოს? არც გემო აქვს. მარილიც აკლია. მოაშორე არ შევჭამ. Bir şeye de benzemiyor zaten. O yüzden mi? ამიტომ არ დატოვე არაფერი. თებში მოასუფთავე, გარეთ სხვაც არ სჭირდება. აბა შემშილისგან მოვკვდე? არ შეუძლია. რა ქნას? ორივე ხელი მარცხენა აქვს. Ayol bir მთელი სტამბული მოდის ჩემი ნახელავი რომ გასინჯოს. nasıl yemek? იმიტომ მოდია რომ ნახონ როგორ არ უნდა მოამზადო კერძი. არც გემო აქვს, არც მარილი. ჩვეულებრივი ჩალაა. მადლობა. Vallahi. ღმერთო, დაუბრუნახება. შეკარი დამივარდა. გამზომი მომიტანე. იმდენი ჭამე? როგორ არ აგიწევა? Yok şu tane patlıcan yedi. სულ ვამბობ მენექშეს არაფრის გაკეთება არ შეუძლია მეთქი. Şeker koyma, şekerden çıktı senin şekerin. Yemeklere şeker koy. Ne yaptı benim süt რა გაუკეთა ჩემ შულს, მოაჯადოვა? Anladı mı acaba? Muhakkak. რა თქმა უნდა მოაჯადოვა. ო, თორემ ჩემი შვილი როგორ შეხედავდა? Bana yerden bitmeye bakmazdı. Kendisi her... ვერ ვიპოვე. Ah kızım. ჩემი შვილი დიდი მეცნიერი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ამის გამო დარჩა რაიონში და ქუჩაში. Bulacaktı. Bunun yüzünden kaldı mahalle köşelerinde. İşte. დაიკარგა ამ ხელანიჭი. Hiç. აბა რა, Böyle gördü bunun yüzünden. მეცნიერი უნდა გამხდარიყო და კონდიტერი გახდა. Elimde ne შენ შულს ყველაფერი შევწირი, რაც მქონდა. მე რომ არა მშივრები იქნებოდით, მშივრები. aç kalırdınız aç. Biz de olmaz. ჩვენ რომ არა ბებერი ქალიშვილი იქნებოდი. გოლი გაგიტანა. Evlerde değil. ძალიან მაინტერესებს რა ბეჭი ჩავარდი რომ სახში გაგვიშვით. მე და იელჩინი. აგარაგზე ზღვაზე ქალაქში თუ სად? Hangi elimde kalacaktım acaba? Aman. სიმდიდრე საერთოდ არ უნახავს. Zanneder. Zengindim. მე ნუ მეყურებ იმას ელაპარაკა, ეჩხუბე მინდი. შენი შვილის გამო მუშაობ დილიდან საღამომდე. მის ვალებს ვიხდი. Çalışıyorum. Aman. sen ჩემი შვილი ხელზე ყავს დახვეული და იქეთ-აქეთ ატრიალებ. hanımefendi. ქალბატონო თქვენ შვილს 40 წელია ყავას მომზადებ დილით. მიდი მიდი იჩხუბეთ, გააგრძელეთ. აი ასე ძალიან კარგია. სწორედ ეს მინდოდა. შეკარი ამეწია შენს გამო. Evet. აგეწეოდა 5 ბადრიჯანი ჭამე, 5. 5 tane patlıcan yediniz ya. 5 patlıcan. Ne yapıyorsun ჩემს sen ya? ოთახში რას აკეთებ? აბაზანიდან გამოვიდი და მაისური ვერ ვიპოვე. აქ ხომ არ არის? არა, შენი მაისური ჩემს ოთახში არ არის. გადი და დაუკითხავად, ნუ შემოდიხარ. მართლა რატომ? Nasıl yani? Böyle işte. აი ამიტომ. Cıbıl cıbıl. შიშველი ხარ? Ne oldu etkilen? რა რა. ხომ არ აღელდი? Yo. არა. ერთი წუთით. Ben senin ne უდები რას აკეთებ? Ne yapıyorsun? რას? Yani. იმ კითხვას მომისვამ, რომელზე პასუხიც იცი. ასე გინდოდა ჩემი მოტყუება ოზან. მართლა ასეთი ნარციცი ხარ, რომ გეგონა იაფასიან ხრიქს წამოვეგებოდი და კისერზე ჩამოგეკიდებოდი? არა, მაისურს ვეძებდი. რომელ მაისურს აქ არაფერია, წადი ოზან. გეყოფა. Çık dışarı. ხო, აქ მეგონა. კარგი. თუ ამ არ არსებულ მაისურს ვიპოვი, მოგიტან. მაისურებს ეძებდა თურმე. Anası buna ორი zevk კუნთის değil გამო mi? მართლა ზევსი გონია თავისი თავი.